მოგესალმებით, ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიტია. დღევანდელი საღამო ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება არა მარტო ჩვენი კოლეგებისათვის, არამედ ჩვენი ზოგადი მაყურებლისათვის, პაციენტებისათვის, რომელთაც ქრონიკული ტკივილი აწუხებთ და არ იციან ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ სწორად. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი უმასპინძლოთ სწორედ ამ მიმართულების სპეციალისტს, ჩვენს თანამემამულებს, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს, ბატონ გოგი მიქელაძეს. საგამომშვიდობისა ბატონო. მადლობთ, საგამომშვიდობისა, მადლობთ მოწვევისთვის. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი დაკავებული დროის მიუხედავად, რომ გვეწვიეთ. თქვენ ახლა მოღვაწეობთ ამერიკაში, სან-ფრანცისკოში, კაიზერის კლინიკის ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ფასეულია ის რჩევები, რომელსაც თქვენ მოგცემთ ამ სამ მიმართულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიდრე კონკრეტულად დავიწყებდეთ საუბარს, რას უნდა აკეთებდეს ასეთი ცენტრი, კონკრეტულად რომელი დაავადებების დროს და რა შემთხვევაში შეიძლება პაციენტებმა მიმართონ ტკივილის მართვის ცენტრებს, რომელთა სიმრავლითაც საქართველოში ვერ დავიკვეხნით ნამდვილად. მე მინდა რომ ერთგვარად განვუმარტოთ მაყურებელს, რატომ არ უნდა სტკიოდეს 21 საუკუნეში პაციენტს და რატომ არის ტკივილი როგორც ასეთი მიზეზის და მიუხედავად ცალკე ფაქტობრივად მდგომარეობა, რომელსაც უნდა შევხედოთ როგორც ცალკე პათოლოგიას და რატომ ჭირდება მას ცალკე მართვა. არქეთ პირველ რიგში ჩემი განყოფილების სახელი არის ტკივილის მედიცინის. უკვე ადრე იყო ქრონიკული ტკივილი, ახლა გაერთიანდა და უკვე ტკივილის მედიცინის ეწოდება და მიზეზი ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. საერთოდ ეს ცალკე დისციპლინად ტკივილის მედიცინის გამოყოფა მოხდა სადღაც 70-იან წლებში, 60-იან 70-იან წლებში და იქ მიხვდნენ მაშინ რომ ყველა ავანტყოფს, რომელსაც ქრონიკული ტკივილი რაღაც გარკვეული პერიოდი აქვს, 2-3 თვე, ჯერ იყო 6 თვე, ახლა 3 თვეზე ჩამოვედით. ეს ავანტყოფები იმის და მიუხედავად თუ საიდან დაიწყო, რა არის მიზეზი მათი ტკივილის, მე ძალიან გვანან ერთმანეთს და მკურნალობის პრინციპი როგორც წესი ერთია. აი აქ რო გამგინმარტოთ უფრო სხვანაირად როგორ არის რომ ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში ყველა პათოლოგია რაც შეიძლება მოხდარიყო, უკვე მოხდა და უკვე პათოლოგიის გაგრძელება აღარ ხდება და უკვე ტკივილი არის ჩამოყალიბებული. და ამ შემთხვევაში თვითონ ადამიანის რეაქცია, თვითონ ადამიანი როგორ პასუხობს ამ ტკივილს, ძალიან გვანან ადამიანები ერთმანეთს როგორც წესი. ამიტომ ჩვენ განყოფილებაში არიან როგორც თავის ტკივილის მქონე ავანტყოფები, წელის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ნებისმიერი ტკივილი, მიზეზის და მიუხედავად უკვე მოდიან ჩვენთან. ცალკე ის არის. ცალკე ის არის. თვითონ განყოფილება სტრუქტურირებული არის შემდეგნაირად, რომ ესე იგი ჩვენ ვემსახურებით სადღაცა ჩვენი ორგანიზაცია სადღაცა სან-ფრანცისკოში ემსახურება 300,000 ადამიანს ჯამში. მაგრამ სხვა იმიდანაც ყავს ტკივილში ავანტყოფები, რომლებიც ჩამოდიან სხვადასხვა ადგილებიდან და ყავს ჩვენ ესე იგი როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე ინექციების სხვადასხვა სახის, ასევე რაღაც ჩარევები, ზურგის ტვინის სტიმულატორები და ინტრატეკალური გუში პამპები არის ესეთი, რომლის მეშვეობითაც წამლები ზურგის ტვინში მიდის პირდაპირ. ამის გარდა ესე იგი ჩემ განყოფილებაში წარმოიდგინოთ ვართ 1-2-6 ექიმი ვართ, ამის გარდა ყავს 6 ფსიქოლოგი, ყავს კიდე 5 აკუპანქტურის გამკეთებლები, ყავს ფიზიკური თერაპევტი 2 და კიდე ყავს ექთანი, რომელსაც ცოტა სხვა ფუნქციები აქვს, ის უფრო ორგანიზაციას აკეთებს ამ მიმართულებას. ავანტყოფებს უტარდებათ, როგორც გითხარით, როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე ინექციური მკურნალობა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ორში ყველაფერში არის ჯგუფები, ყავს ჩვენ სპეციალური ჯგუფები არის, რომლებიც საკმაოდ ინტენსიურად მუშაობენ ავანტყოფები აქ, არის რამდენიმე დონის ჯგუფები გვაქვს, მაგალითად არიან სადაც ტკივილი ძალიან გამოხატული არის და სერიოზული პრობლემა არის, მოდიან კვირაში 4-ჯერ, ჯამში არიან ხოლმე 4 საათი, 1 საათი უტარდებათ ფიზიკური თერაპია, ვარჯიშები, ოღონდ ეს ვარჯიშები განსხვავდება ჩვეულებრივი ფიზიკური თერაპიიდან, სხვა პრინციპზე არის აგებული. აი ასევე იყენებენ იოგას, ტაიჩის რაღაც ნაწილებს და ამის გარდა მე 3 საათი მუშაობენ ფსიქოლოგთან. უდაოდ. ფსიქოლოგთან მუშაობა რას მოიცავს, რომ ავანტყოფები სწავლობენ როგორ იცხოვრონ ამ ტკივილთან ერთად. ისე მთელი პრობლემა არის იმაში, რომ ავანტყოფს უნდა აუხსნა, რომ თუ ავანტყოფები ჩვენთან ხდებიან
მათი ტკივილის მორჩენა შეუძლებელი არის და როგორც წესი ეს ტკივილი მათ რჩებათ. აქ ლაპარაკი არის ტკივილის მართვაზე, არის ტკივილის მართვაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გაუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად, რომ აი, როდესაც დავუშვათ, კარგ ფილმს უყურებთ ან რაღაც ძალიან ჩართული ხართ რაღაცა, შეიძლება გარედან ვიღაცამ დაგიძახოს და ეს ვერ გაიგონოთ, ხო? აი, ისევე ზუსტად იგივე შეიძლება გაკეთდეს ტკივილზე. ადამიანის ტვინსა აქ იმის უნარი, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადაიტანოს ყურადღება, უგულველყოს საერთოდ სხვა მდგომარეობა და ესე ერთმა გამღიზიანებელმა მეორე დათრგუნოს კი ბატონო. აღმოჩნდა პლუს კიდე რომ აი ეს ყველა ადამიანს გააჩნია ტკივილის ეგრეთ წოდებული ზღვარი. და ეს ზღვარი რას ნიშნავს, რომ დავუშვათ რაღაც გარკვეული ძალით თუ დაგაწექით მე თქვენ ხელზე, თქვენ იგრძნობთ წნევას, თუ კიდევ უფრო დიდი ძალით იგრძნობთ ტკივილს. და ეს ზღვრული მდგომარეობა განსაზღვრავს ზუსტად თქვენი ტკივილის ზღვარს, რომელიც ყველა ადამიანში სხვადასხვანაირი არის. არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აქვს ტკივილის განცდა. ეს ადამიანები ადრეულ ასაკში კვდებიან ხოლმე, იმიტომ რომ არავითარის არ აქვთ განგაში სამტეხი ორგანიზმში, ასე რომ ვთქვათ. და არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დაბალი ტკივილის ზღვარი აქვთ, ოდნავი დადებითაც კი შეიძლება ტკივილი ჰქონდეთ. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ აი ქრონიკული ტკივილის მქონე ავადმყოფების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ეს ტკივილის ზღვარი მკვეთრად ეცემა და ზუსტად ამას უნდა მკურნალობა ამ ტკივილის ზღვარის აწევას, ეს მედიკამენტებზე ხდება თუ ფსიქოლოგიური ჩარევით თუ სხვა. ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან საინტერესოა ჩვენთვის საქართველოსთვის, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ერთგვარად მიუხედავად იმისა, რომ 70-იან 80-იან წლებიდან რო ვთქვი, ძალიან უკვე ტკივილის მედიცინა არსებობს ცალკე, მე ორი მიმართულებით შევხედავდი ამ საკითხს, იმიტომ რომ ჯერ ერთი უმრავლეს შემთხვევაში ქრონიკულ ტკივილს ახლავს და ქრონიკულ დაავადებებს ახლავს და ნამდვილად ასოცირებულია და ქრონიკული დაავადებების პრევენციის და ქრონიკული დაავადებების მართვასთან არის ასოთა ჯანდაცვის მენეჯმენტის და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით ასოცირებული და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ არის ჯერჯერობით ის მიდგომა, რომ რახან ტკივილი არსებობს, მას აქვს მიზეზი და აუცილებლად მხოლოდ ამ მიზეზზე უნდა იყოს მიმართული ეს მკურნალობა. ნუ მე არ გულისხმობ ახლა ტკივილ გამაკოჩებლებს, რომ ვიგებთ ზოგადად თავის ტკივილის თუ წელის ტკივილის დროს. და აი ეს ფაქტი, რომ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ვიმკურნალე, მაგრამ ვერ მივიღე შედეგი და ტკივილი დამრჩა და ამიტომ უკვე ტკივილის მართვის სპეციალისტს უნდა მივმართო, აი ეს კულტურა ჯერჯერობით ჩვენთან არ არსებობს. ტკივილის მართვის ცენტრებიც როგორც დასაწყისშივე აღნიშნეთ ცოტაა და ზოგადად აი pain management-ი, რასაც ქვია ეს ტერმინი, ხო? აიგივე ტკივილის მართვის ცენტრი. აი ეს ტერმინი და ამ სახელწოდებით განყოფილებები ან ცენტრები თბილისში ცოტა. და თუ არის შეიძლება იყოს აქცენტი გაკეთებული აი როგორც თქვენ ბრძანეთ მხოლოდ ინექციებზე, ან გარკვეულ სტიმულატორებზე და ასე შემდეგ, მაგრამ კომპლექსური მიდგომა, რომ ამ მეთოდთან ერთად იყოს დაუშვათ ფსიქოლოგიურიც, იყოს აკუპუნქტურაც, იყოს ფიზიკური ვარჯიშიც, ეს ცოტა უფრო დიდი იშვიათობაა. ანუ სქემა, რომელიც ტკივილის მართვის პროტოკოლი მოდი ესე ვთქვათ, პრინციპში ჩვენთან ცოტა ნაკლებად არის ჯერჯერობით დანერგილი. აი ამ მიმართულებებით მინდოდა თქვენთვის მეკითხვა. პირველი, როგორ ჩანს გარედან საქართველოს ჯანდაცვა თქვენთვის ზოგადად ორი სიტყვით რო დავახასიათოთ რა ძირითად მიღწევებს და პრობლემებს ხედავთ და როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ის თემა რომ ერთის მხრივ მართლა ტკივილის გამომწვევი ქრონიკული დაავადებების პრევენციითა და მართვით შევამციროთ იმ ადამიანთა რიცხვი რომელსაც მუდმივად ტკივილი აქვს და მეორეს მხრივ ეს კულტურა ტკივილის მართვის საზოგადოებისთვისაც ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტებისთვისაც თავად ექიმებისთვის ძალიან მისაღები და ჩვეულებრივი რუტინული საქმე გავხადოთ. იცით რა არის ახლა თუ დავიწყებთ ჯანმრთელობის ორგანიზაციაზე მე ძალიან ბევრ ნაკლებს ხედავ და ერთი რამე შემიძლია გითხრათ რომ მე 30 წელია წასული ვარ 30 წელია საქართველოს ცოტა მეტი დამოუკიდებელი არის და შემიძლია გადაჭრით გითხრათ რომ არც ერთ მთავრობას არაფერი პროგრესული ან კარგი ჯანდაცვის განვითარების მხრივ არ გაუკეთებია. არც ერთ მთავრობას ამას ხაზს უსვამ რომ არ იყოს წინამე არც ერთ მთავრობას არაფერი კარგი არ გაუკეთებია და ერთ-ერთი დიდი პრობლემა რაც იყო არის კიდევ ჩვენთან გრძელდება ეს პრაქტიკა რომ ექიმი დაინტერესებული არის უფრო მეტი პროცედურის გაკეთებაში, უფრო მეტი რაღაც სწავლის გამოწერაში, იმიტომ ამის შესაბამისად უფრო უნაზღაურდება უფრო მეტად მას შრომა. ამის გამო ხდება არასაჭირო გამოკვლევები, ახლა მე რასაც მესმის ხოლმე ხარ რომ ჩამოდივარ, ძალიან ხშირად მაჩვენებენ ავადმყოფებს და ნუ ისეთ გამოკვლევებს უტარებენ, რომ
არ ვიცი ხა არავინ იქ საზღვარგარეთ არავინ ამას არ გააკეთებდა მთელი სხეულის MRI-ის მაგალითად ან კომპიუტერ აკეთებენ MRI-ს იქ სადაც შეიძლება გააკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც არ არის კარგით ამას ესე, მაგრამ ის მომენტი რომ ყოველთვის დაინტერესება ძლევს და ყველა ადამიანი ყველგან ერთი და იგივეა, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის ადგილები, სადაც წელის ოპერაციებს ძალიან დიდი რაოდენობით აკეთებენ, თუმცა იციან რომ საჭირო არ არის. მე ხა ძალიან ხშირად მაჩვენებენ ხოლმე გამატყობეს, რომელსაც თავაზობენ წელის ოპერაციას, რომელსაც მე ვეუბნები რომ არ გაიქეთოთ, არა, იმიტომ რომ ნუ ერთ წელიწადში იგივე ტკივილები გექნება და ეს არ არის მარტო ხა ქუჩაში რომ გახვიდეთ ეხა და 100 კაცი რო აიყვანო, ნუ ნახოთ, რომელსაც საერთოდ არ აქვს წელის ტკივილი, რომლებიც 40 წლისევით არიან, 80%-ს ნამდვილად ექნება ცვლილებები MRI-ზე, რომელიც აუშვათ თქვა რომ ოპერაცია საჭიროა. თვითონ რაც თქვენ ბრძანეთ ტკივილის ცენტრები თბილისში, ამაზე ცოტა რეალურად უნდა შეხედოთ. სან-ფრანცისკო მაგალითად კალიფორნიაში ჩვენთან რამდენიმე ადგილას არის სულ ესე ვთქვი, ძალიან ძვირია ეს ყველაფერი. და იმისთვის რომ ეს გადაიხადოს, მე არ ამგონია რომ მოსახლეობას თავის ჯიბიდან შეძლოს ამის გადახდა და არ ამგონია რომ ეს დღესდღეობით წინა პლანზე დადგება საქართველოს პირობებში, იმიტომ რომ ბევრი სხვა პრობლემა არის ალბათ მოსაგვარებელი, მაგრამ ადრე თუ გვიან პრიორიტეტული არ არის. რასაკვირველი ეს იქნება. ეხლა მან მეორე მომენტიც დგება კიდევ ისეთი რომ თვითონ ეს ტკივილის დაუშვათ ცენტრების ჩამოყალიბება ამის სწავლა ზეპირად არ შეიძლება, იცით, თვითონ ამ ინექციების სწავლაც მე სხვა რაღა ბევრ ამას უყურებ საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი რა მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მაგალითად არ იყო ისე მედიცინა და განვითარებული, მაგრამ რაღაც გაცილებით უფრო სისტემური სწავლა იყო და რეალურად ნახულობდით ხოლმე ავანტყოფებს, რასაც ახლა ვერ ვიტყვი ესეთი რაოდენობით. და რა ხდება, იცი, ძალიან ხშირად მიდიან რამდენიმე თვით საზღვარგარეთ, რაღაც სწავლობენ, აითვისებენ ხოლმე რაღაც ერთ ვიწრო პრობლემის კურნალობას და შემდეგ რო ჩამოდიან, კარგად აკეთებენ ძალიან, ბევრი ოპერაციები კეთება და საკმაოდ კარგად, მაგრამ თუ გადაუხევთ ცოტათი, აი არას ისეთ შაბლონურ მდგომარეობას იმ წუთასვე რაღაც პრობლემა ჩდება, რომლის გადაჭრაც არ იცია. არა, ჭირდება, ამას ჭირდება ესეთი ხელობა თვითონ. 2010 წელს დავწერე მე მაშინ ამდენჯერმე მინდოდა იგივე მაშინ ჯანმრთელობის მინისტრთან ან ვინმესთანაც კიდე ურთიერთობა ამაზე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩამოეყვანათ საქართველოში დაუშვათ რამდენიმე პენსიაში გასული გინდათ ამერიკელი, ალბათ ამერიკელი ან ევროპელი ექიმები, რომლებსაც ჩააბარებდნენ 4-5 რეზიდენტს და ეს წამყვანი დარგები ჩემი აზრით მათ იქნებოდა რადიოლოგია, ალბათ პათოლოგია, სადაც მიკროდიაგნოზის დასმა ხდება, რაც საკმაოდ მოიკოჭლებს საქართველოში დიდ რაოდენობით და ესენი გაზრდიდნენ შესაბამისად 4-5 კაცი, რომელიც 3-4 წელი მომზადებოდა ესეთი ტრენინგის ქვეშ, მერე ნუ საკმარისი იქნებოდა, რომ თვითონაც იმათ ესწავლა და ასე შემდეგ, მაგრამ სანამ აი რეზიდენტურის ამბავი არ მოგვარდება ისე, რომ რეზიდენტი ფულს კი არ უნდა იხდიდეს, რეზიდენტს ფულს უნდა უხდიდნენ და ბევრი ავანტყოფები უნდა ნახოს. სანამ ეს არ შეიცვლება, მე ეჭვმეპარება, რომ შემდეგი და შემდეგი უკეთესი თაობები ბატონო გოგი, ძალიან დიდი მადლობა. მართლა უღრმესი მადლობა ეს რომ ახსენეთ, იმიტომ რომ მე მგონი არ არსებობს გადაცემა, რომელიც ჩვენ აქ ჩავწერეთ, როდესაც ვესაუბრებით ან ჯანდაცვის მენეჯმენტის ან პრაქტიკული ესეთი მედიცინის წარმომადგენლებს, რო არ დავაყენოთ სამედიცინო განათლების საკითხი, მათ შორის პოსტდიპლომური და პირველ რიგში რეზიდენტურის და მე მგონი ყველავთან ხვდებით, რომ საქართველოში ძირეული რეფორმაა ჩასატარებელი. ნუ ბევრი მიმართულებით, მაგრამ ეხლა რახან რეზიდენტურაზე ვსაუბროთ. რეზიდენტურაში, იმიტომ რომ ყველაზე სუსტი რგოლია ამ წუთას განათლების სისტემაში, მესამე საფუძველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ძალიან მომეწონა ის ფაქტი, როცა თქვენ აღნიშნეთ, ეს გასაგებია, რომ სხვანაირი უნდა იყოს, რომ არ უნდა იქნიდნენ, რომ უნდა უხდიდნენ, რომ დიდი რაოდენობით პაციენტები თვითონ უნდა იმუშაოს. ამიხსნა და დავესწარი და ობზერვერშიპით კი არა, თვითონ უნდა გააკეთოს. ეს ყველაფერი ნათელია და დიდი მადლობა, რომ თქვენნაირი წონის ადამიანი და გამოცდილების ამას ამბობს. იმედია პირდაპირ მნიშვნელობით. პირდაპირ მნიშვნელობით არა, რა თქმა უნდა, სამედიცინო ცოდნის და გამოცდილების სიმძიმეზე აქ საუბარი, იმიტომ რომ არა სერიოზულად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის გამტარებლებისთვის, მათაც უნდა სიამოვნებდით, რა თქმა უნდა, რჩევების მოსმენა ექსპერტებისგან. ახლა საექსპერტო საბჭოც ხო შექმნილია ჩვენ სამინისტროსაც, ხო ჩვენ არ ვამბობთ არაფერს. ისეც რაც მიუღებელია
საერთო ჯანდაცვის პოლიტიკა ასე იმართება, ხო? მინისტრი ან მინისტრის მოადგილეები რაღაც კონკრეტული ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანები არიან, მათ ყოველთვის სჭირდებათ გარკვეული მიმართულებების მიხედვით ექსპერტები, ამიტომაც არიან ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენლები, რომ ეს რჩევები მიიღონ და მე მიხარია რომ თქვენ ეს ასე ვთქვათ გააჟღერეთ, მაგრამ საინტერესო იცით რა არის, მე მომეწონა თქვენ რაც ბრძანეთ ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რაზე ჩვენც ადრეც ვსაუბრობდით, რომ ყოველთვის არის გაგზავნის თემა, რაც ძალიან ძვირია, დაკავშირებულია ძალიან ბევრ პრობლემასთან. გაცილებით იაფი დაუჯდება სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ჯიბიდან კი არ გადაიხდის ან სკოლარშიპზე კი არ ინერვიულებს დაუშვათ ქართველი რომელიც უცხოეთში მიდის სასწავლებლად. არამედ სახელმწიფოს იყო იმ 3-4 ჩამოყვანილი ექსპერტის შენახვა ახლა 3-4 წელი არ გაუჭირდება ნამდვილად. ეს საინტერესო თემაა და დიდი მადლობა ამ რჩევისთვის. ჩვენ მედიდეაში ვარ და ასეთ იდეებს ვაგროვებთ და იქნას ეს გადაქცეული პროექტი. ეს შემიძლია დიახ. ერთი რამე მინდა გითხრათ კიდე რომ აი თვითონ მედიცინის განვითარებაზე. ძალიან საინტერესო მომენტი არის. სადღაც 1930-40-იან წლებამდე განსხვავება დასავლეთის და საბჭოთა მედიცინას შორის არ იყო. და ამის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ თელის პროფესორა მაშინ ვინც იყო, განათლება ჰქონდათ მიღებული ევროპაში. იცით რა არის გაგეცინება და იმ დროს რუსეთის სამედიცინო ინსტიტუტი, რუსეთის და აკადემია იყო კიდე იმაში სანქტ-პეტერბურგში. ისინი უფრო ძნელი იყო იქ მოხვედრა ვიდრე ევროპულ სამედიცინო ინსტიტუტებში, მაგრამ მაგას ის ხალხი იყო, რომელსაც ეს განათლება მიიღო. ბაბუაჩემი იყო დამაარსებელი ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის საქართველოში. მან მოსკოვში დაამთავრა დიდი ძალიან რევოლუციამდე ბევრად უფრო ადრე. და მაგის სტატიები რო წამიკითხია, მე ვერ მოვესწარი თვითონ 52 წელს გარდაიცვალა. და რაც ვიცოდი მაგის შესახებ, ის თაობა იყო აბსოლუტურად განსხვავებული და ცოდნის დონე სხვა იყო ეს აბსოლუტურად, მაგრამ მე როდესაც შემოვიდა და ჩემი აზრით საბჭოთა მედიცინა დაღუპა ერთი კომპიუტერებმა და მეორე სადოქტორო დისერტაციებმა. ეს იყო ყველაზე უფრო დიდი პრობლემა საბჭოთა მედიცინაში, იმიტომ რომ სადოქტორო დისერტაცია სჭირდებოდა დამტკიცება, რომ ეს არის ახალი სამეცნიერო აღმოჩენა და წელიწადში კეთდებოდა, რამდენი სადოქტორო დისერტაცია და რამდენი აღმოჩენა შეუძლებელია და მათი დანერგვა ხდებოდა მერე. და იცით მარაზმამდე მიდიოდა ხოლმე ეს კლასიფიკაციები, მოგონილი, მკურნალობის მეთოდები, სქემები და აი ამან და კომპიუტერებმა კიდე საშინლად იმას აქდა და მე აი ესეთი ის იყო რუსულ საბჭოთა მედიცინაში, რომ ძალიან გაუგებარი ენით წერდნენ ყველაფერს, ისეთი მაღალფარდოვანი სიტყვები და ხანდახან აზრის გაგება ძნელი იყო და ამან ნელა ჩამოიყვანა შემორჩენილი ჩვენს გაიდლაინებში, პროტოკოლებში და ასე. ხო და აი ხანდახან უყურებდი ხოლმე და ვიხსენებ როგორც იყო, რანაირადაც იყო, ეს ძალიან ცუდი იყო. ეხლა ეს მომენტი აღარ არსებობს დღესდღეობით საბედნიეროდ, მაგრამ ისევ გეოვნებით აი მეორე უკიდურესობა გვაქვს, ახალი ხარისხის კვლევები არ ტარდება და ეხლა იცით რა არის მეცნიერებაზეც ცოტა ძნელია ლაპარაკი საქართველოს პირობებში, მართლა ძნელია, მაგრამ შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ხა საბოლოო ჯამში შეიძლება ფანქარი და ისი ხმარო ამატყოფები გამოეკლო და რაღაც საინტერესო ნახო, ეგეც შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში თავარი მიზანი საქართველოს ჯანმრთელობის უნდა იყოს, რომ საშუალო დონე ჩვეულებრივი ოჯახის ექიმის იყოს კარგი. აი ეს თუ მოხდა, მე ბევრი რაღაცეები გამოსწორდება, ის იქნება. არ შეიძლება რომ მარტო მკურნალობაზე იყოს მიმართული მთელი ეს აქცენტები, აუცილებლად პროფილაქტიკაზე უნდა იყოს, რომ უნდა მოხდეს დიაბეტის, წნევის, გულის დაავადებების პროფილაქტიკა, კიბოს დაავადებების დროული აღმოჩენა და მკურნალობა. ეს თუ ყველაფერი რაღაც როგორღაც მოხერხდა და გაკეთდა, თუ ვინმე მოვიდა ჯანმრთელობის სამინისტროს ხელმძღვანელად ან სახელმწიფოს მართლა დაინტერესებს ამის გაკეთება, ალბათ რაღაცა შეიძლება. იმედი ვიქონიოთ, რომ გუკეთესობა გვექნება, თუმცა ძალიან მიხარია და მართლა დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ეს თემები ახსენეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქოს დავგეგმეთ საუბარი უფრო აი ამ ტკივილის მართვის მიმართულებით, მაგრამ აი სიტყვას მშვენივრად მოყვამ, რომ ჩვენ ზუსტად ძალიან ხშირად აქ ვსაუბრობთ, ასევე რა თქმა უნდა ამ გადაცემის გარეთ ჯანდაცვის სპეციალისტები, რომ მთავარი რაც არის, ეს არის პრევენციული მედიცინის ხვედრითი წილის გაზრდა ამ სიტყვის ფართო გაგებით, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო კვლევების, ისე პრაქტიკული და რაც ყველაზე მთავარია დაფინანსების კუთხით, იმიტომ რომ რაც მეტი ჩაიდება და აი ფონდების ალოკაციის დროს, რაც მეტი პროცენტი იქნება მიმართული პრევენციული მედიცინისკენ, როგორც პირველად, ისე მეორეული, მესამეული, მეოთხეული პრევენციისაკენ, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ
განხორციელებით უკეთეს შედეგებს, მაგრამ ამისთვის დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს არ უნდა გერჩივნოს და რო არ გერჩივნოს ამისთვის დღეს და აქ და ახლა გჭირდება ფული. ვინაიდან აქ და ახლა ეს ფული არ არის, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ამის დროში გაწელვა და ურჩევნიათ არსებული პრობლემის მოგვარება, აი ცეცხლის ჩაქრობა, ვიდრე დაუშვათ ამ ცეცხლის პრევენცია და ეს ბუნებრივია საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ გამუდმებით ხდება გადადება პრობლემების მართვის, თუმცა გაჩნდა რაღაც ნათელი წერტილები, შეიქმნა რაღაც გარკვეული სტრატეგიები, ეხლა არის დაუშვათ თუნდაც იგე სიმსივნის თემაზე თუ ვისაუბრეთ კიბოს დროულად და ანაადრევ ეტაპზე აღმოჩენის თუ სკრინინგის პროგრამები და ასე სხვა, ასე შემდეგ, რაც არის პრევენციული მედიცინის ჩანასახები და იმედი მაქვს, რომ თუ ამ მიმართულებით განვითარდებით, ესეც შემდეგი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა ალბათ ყურად იღონ ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის მესვეურებმა, მაგრამ აი თუ დაუბრუნდებით ჩვენ იმ სიახლეების საქართველოში შემოტანის და დანერგვის თემას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება თუნდაც აი ეს ტკივილის ცენტრია. მართალია თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ აი აქ ჩვენ მივადექით ზუსტად ამ თემას. აი ეს გადახდის თემა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გქონდეს კერძო დაზღვევა, ვიხდით ყოველთვიურად პრემიას, რატომ არ უნდა ანაზღაურდეს ის, რაც დავუშვათ მე მჭირდება ჯანმრთელობის თვალსაზრისით, გასაგებია, რომ საყოველთაო შეიძლება მხოლოდ პრიორიტეტული და ბაზისური სერვისები დამიფინანსოს და ეს out of pocket გადახდა, რომელიც რა თქმა უნდა ჯიბიდან გადახდა შესაძლებელი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც მე თვითონ ვირჩევ ისეთ დავუშვათ სერვისს, რომელსაც ვერ მთავაზობს პირველადი ჯანდაცვა იქნება, ის საყოველთაო იქნება თუ და პირველად ჯანდაცვის თემას მე მინდა დაუბრუნდე თუ დავუშვათ კერძო დაზღვევა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ საქართველოსთვის, სადაც პრინციპში მოსახლეობის 80%-ს ნამდვილად არ შეუძლია გეთანხმებით ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების მიღება დაზღვევის გარეშე, ეს გამორიცხული, საზღვარგარეთაც რთულია. უნდა აფინანსებდეს თუ არა, თუნდაც კერძო დაზღვევა თუ საყოველთაო არა. ეხლა ეს არითმეტიკა არის, ჩვეულებრივ ვიცით რა არის. ეხლა այդ გეტყვით ცოტა სხვანაირად სიახლეზე გეტყვით, ეხლა როგორ არის. პირველად მე რაც დიდი ხნის მერე თბილისში ჩამოვედი 2003 წელს 21 წლის წინ და მაშინ მეგონი პირველად ჩატარდა ის ლექციების ციკლი ამ მედიცინის თაობაზე ამერიკიდან რაღაც ისეთი ის იყო 3 დღიანი, 4 დღიანი ციკლი იყო რეაბილიტაციაზე და ტკივილის მედიცინაზე. და ერთი 5-6 წლის წინ რო ჩამოვედი მედინსტიტუტში წავიკითხე ლექციები და ვემზადებოდი და ავიღე ის ძველი და აღმოჩნდა რომ არაფერი ახალი არ მომხდარა საერთოდ აი განსხვავებით დღეს მაგალითად ისეთ ნევროლოგიურ დაავადებებს კურნალობენ რომლის კურნალობას წარმოდგენა არ ქონდა ჩვენ ერთი 10-15 წლის წინ კეთდება თანდაყოლილი და ისეთ დაავადებების კურნალობა არ გვეკონა ტკივილის მედიცინაში არაფერი არ შეცვლა ერთი ახალი პრეპარატიც კი არ არის მედიცინაში და ინექციებზე რასაც თქვენ ბრძანებთ ინექციების 80 კიდევ რა არის დიდი პრობლემა იცით რომ ტკივილის ობიექტური შეფასება შეუძლებელია ტკივილი არის ის რასაც ავანტყოფი გეუბნება და ამიტომ თქვენ წარმატებულ დავუშვათ, როდესაც წნევაზე გაქვთ ახალი პრეპარატი, იქ ძალიან ადვილად შეგიძლიათ გაზომავთ წნევას და იცით მოქმედებს თუ არა. აქ რეალურად არ იცით, იმიტომ რომ ყველა ადამიანის ტკივილის შეფასება სუბიექტურია და ჩვენ არ აქვს არავითარი კარგი ისეთი შეფასების სქემა, რომ ეს ტკივილი შევაფასოთ. შესაბამისად, ძალიან ძნელი არის დადგენა პრეპარატების რამდენად ეფექტური არიან. ხა პრეპარატები მეორე მხრივ არიან ესეთი ჯგუფი არის ოპიოიდები, ხო ეს ნარკოტიკები რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიყენებ მათ, ეხა ვიქაც როგორ არის არიან ავადმყოფები, რომლისთვის ეს არის პირდაპირ, ნუ აი ცხოვრების გადამრჩენი პრეპარატი, ნუ არიან ადამიანები, ვისაც მაგის გამოწერა არ შეიძლება, მაგრამ ვიღაცებისთვის ძალიან ეფექტური არის, მაგასაც შერჩევა უნდა და ცოდნა უნდა. საქართველოში მე რამდენადაც ვიცი, ექიმი შეზღუდულია პროფესიიდან გამომდინარე წამლის გამოწერით, რაც ნუ ჩემი აბსოლუტური აბსურდია. აბსურდია ხა მე იქ შემიძლია დაწყებული. ასეთი იაფიანი და ეფექტური წამალი, როგორც დავუშვათ მორფინია, როგორ შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ტკივილის მქონე პაციენტისთვის და იჩაგრება, იმიტომ რომ იქ ნარკომანის გამო დავუშვათ აბსოლუტურად გეთანხმებით ეს ამდენად ესეთი ის არის. ხო და აი ხა ეს მარტო თქვენ ლაპარაკობთ დავუშვათ დაზღვევა უნდა გადაიხადოს თუ არა? ალბათ უნდა გადაიხადოს, მაგრამ შეუძლია დაზღვევა გაწვდება ესე ქრონიკული ტკივილი, ხა თქვენ რამე უნდა გაითვალისწინოთ.
ესეთი სამსახურები როგორც კი ჩდება, იმ წუთასვე ჩდება ძალიან ბევრი ავადმყოფი, რომელსაც ეს ჭირდება და ნამდვილად ჭირდება. ეხლა ფიბრომიალგია, რაც უფრო განვითარებულ საზოგადოებაში ხართ, მით უფრო ხშირია და მეტია და საკმაოდ დიდი პრობლემა არის. ეხლა კენიაში მცხოვრები დედა, რომელსაც 5 მშიერი შვილი ყავს, იმას იმის დრო არ აქვს, რომ ტკივილზე იჩივლოს, ბავშვები უნდა გადაარჩინოს. იქ ცოტა სხვანაირი მიდგომა არის. რაც უფრო განვითარებულ საზოგადოებაში ხდებით, მით უფრო დიდი რაოდენობა არის აი ავადმყოფების, რომლებსაც აი ესეთი ყოლად უმიზეზო ტკივილები გააჩნიათ თელი სხეულის, აი ფიბრომიალგია ქვია მაგას ზუსტად. და მათი მკურნალობა საკმაოდ ძნელი არის. ისინი ესე იგი წამლებით, ვარჯიშებით, აი ფსიქოლოგიური ჩარევით და ასე შემდეგ მკურნალობას საჭიროებენ. და ეს ისე გეონებით, ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი არის და აი რა უნდა გადაიხადოს დაუშვათ ავადმყოფმა და რამდენი პროცედურა ხო? არა, რა უნდა გადაიხადოს ავადმყოფმა თვიური დაუშვათ გადასახადი დაზღვევაში, რომ ეს მკურნალობა შედიოდეს, ამას მე ვერ გეტყვით აქ და იქ საკმაოდ ეხა ძალიან ბევრ ავადმყოფებს არ შეუძლია დაუშვათ იგივე ჩვენ ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ისე დაზღვევას იღებენ, სადაც ნაკლებს იხდიან და შესაბამისად რაღაც გარკვეული თანხა თვითონ უნდა გადაიხადონ, სანამ მიაღწევენ ამას და ძალიან ბევრი ვერ აძლევს თავისუფლებას, რომ ეს გააკეთოს, ასე რომ ყველა შემთხვევაში ეს რაღაც გარკვეულ ფუფუნება არის აი ესეთი საზოგადოებების ხო, სწორედ ამიტომ ვკითხეთ, იმიტომ რომ საქართველოში შეიძლება იმიტომ ვერ განვითარდა, ხა ბევრი რამ განვითარდა ნახტომისებურად ბოლო წლებში საქართველოში, ხა თქვენ ბრძანეთ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ისეთი მიმართულებები განვითარდებოდა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ქონდა, ხა განსაკუთრებით ნევროლოგიაშიც, კარდიოქირურგიაშიც და ასე შემდეგ, მაგრამ აი ერთი რამ არის საქართველოსთვის მისი ჯანდაცვის სისტემის ტიპიდან გამომდინარე დამახასიათებელი, რომ რასაც ასე თუ ისე აფინანსებს საყოველთაო, ხო? და რასაც აფინანსებს კერძოც ის მიმართულებები ვითარდება, იმიტომ რომ ბიზნესმენიც დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, რომ ინვესტიცია არ დაკარგოს, მაგრამ ის მიმართულებები, სადაც არ ჩანს იმედი, რომ დაფინანსდება, შეიძლება ამიტომაც არ გაჩნდა ჩვენთან ტკივილის მართვის დეპარტამენტები და ცენტრები. ესეც არის მიზეზი და ამიტომ ვკითხეთ. თქვენ ძანეთ კარდიოიმის განვითარებაზე, ხო? აი ხა ამასაც ხედავ და ისე გეუბნებით, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ თბილისში მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ხდება ანგიოგრაფია გულის და გამენ სტენტებს, ხო? კორონოგრაფია კი ბატონო. ეხლა ჩემი აზრით, ისე გეუბნებით, ჩემი მოგზაურებული აზრით, ეს დანაშაული არის, რაც ხდება. არ შეიძლება ამდენი ადგილის ქონა, არაფრით არ შეიძლება. აი მაგალითად გულის ოპერაციის კარგი შედეგი რო ქონდეთ, აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის რაოდენობა, რამდენი ოპერაცია კეთდება გულის დაუშვათ ამა თუ იმ ცენტრში. თუ ეს ოპერაციების რაოდენობა აღემატება 500-ს დაუშვათ, იქ კარგი შედეგები აქვს, თუ 200-ზე ნაკლებია, იქ გაცილებით. მიუხედავად იმისა, რომ ქირურგები კვალიფიკაცია არ განსხვავდება. იმიტომ რომ აი დაუშვათ იმისთვის, რომ გულის ოპერაცია რო წარმატებულად ჩაიაროს 300 ადამიანზე არის დამოკიდებული ამ წარმატების საწინდარი არის 300 ადამიანი როგორ მოიქცევა. ეს არის დაწყებული სანიტარინა, რომელიც გაწმინდა საოპერაციო ოთახს, ეს არის დამთავრებული დროზე რომ მოიტანონ ერთი ხელსაწყო ვიღაცამ სტერილიზაცია გააკეთოს და ასე შემდეგ. და ჩვენთან ახლა მე რამდენადაც ვიცი, უამრავი ადგილი არის, სადაც რატო აძლევენ, იგივე ეს ხო სახელმწიფოს ფუნქცია არის, გახსნას თუ არ გახსნას, ლიცენზია, კი ბატონო. ხო, თუ არის დაუშვათ თბილისში 5-6, სან-ფრანცისკოს მოსახლეობა არის 700,000. ხო, გულის კათეტერიზაცია, კორონოგრაფია და ეს კეთდება, მე მგონი 3-4 ადგილას მარტო. ნეტი არა, იმიტომ რომ არც მიცემს ქალაქი, არც მიცემს ნებართვას, რომ ქალაქის სამედიცინო საბჭო არის. ხო, ეს ჯანდაცვის პოლიტიკის თემაა, იმიტომ რომ მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაზე უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის. რეანიმაციული ისინი იყო, ყველგან იხსნებოდა, 3 დღე დააწვენდნენ და მე სახელმწიფო იხდიდა და მე ავადმყოფი იხდებოდა და აი ეს მიკვირს ხოლმე ყოველთვის, რომ თვითონ სახელმწიფო თუ რაღაცებს არ აკეთებს, აი ამის რეგულირებას, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპის გადმოტანა მედიცინაში აბსოლუტურად სისულელი არის, სრული. არ შეიძლება მედიცინამ რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპით იმუშაოს. ჩემი საყვარელი ფრაზაა, კოკა-კოლას ბიზნესი არ არის სამედიცინო ბიზნესი თქო, იმიტომ რომ ეს განსხვავდება პროდუქტის წარმოებისგან და გაყიდვისგან და ეს არის ნამდვილად ის სფერო, სადაც ჩვენ ბიზნესის ელემენტი სხვა კუთხით უნდა განვიხილოთ და სხვა კუთხით უნდა გამოვიყენოთ.
პირიქით საზოგადოებრივი სიკეთისათვის. მაგრამ გეთანხმებით, როდესაც ჩვეულებრივი ბიზნესის კომპონენტებით იმართება სამეცნიერო ბიზნესი, გვაქვს ეს თემები, ვფიქრობ, ჩვენც გავივლით წარმატებით ამ პერიოდს დავიხვეწებით და ნელ-ნელა ეს ტენდენციები გამოჩნდა. ეხლა გამოჩნდა ბოლო წლებში ისეთი რეგულაციებიც, რომელმაც იქ რეანიმაციული მომსახურებები, იქ დეპარტამენტები, დაუშვათ ზუსტად აი სანებართო პირობები გაამკაცრა, იქ აკრედიტაცია მოითხოვა კლინიკების და აბსოლუტურად გეთანხმებით იმისთვის, რომ რაღაცაში ვიყო ძალიან კარგად ჩამოყალიბებული და ხელოვნებული, რაღაცა რაოდენობა პაციენტების უნდა გავატარო, იმიტომ რომ სხვანაირად როგორ მივიღე ხა თუ 2 და 3 კაცს გავუკეთე წელიწადში, მე დისკვალიფიკაციას ვიღებ ფაქტობრივად და გეთანხმებით ამაში. მაგრამ აი რახან აქეთ წავიდა ამ მიმართულებით ჩვენი საუბარი, მე მინდა რომ კიდევ ერთი საკითხით შემოვიტანოთ და თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ ამ თვალსაზრისით. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ გადინებაზე პაციენტების საზღვარგარეთ ჩვენი ქართველი პაციენტებისათვის. ნუ ძალიან ბევრი მიზეზია ჩვენ აი თქვენ ბრძანე დისერტაციები ამ ხრივაც გაგვიკეთებია სამაგისტროები და დისერტაციები ჩვენს სტუდენტებთან ან მაგისტრანტებთან ერთად, იმიტომ რომ მიზეზები გვაინტერესებს, ხო? გასაგებია ეს მიზეზი, როცა რაღაც კონკრეტული სერვისი საქართველოში არ არის და იმიტომ მივდივარ, ეს ობიექტური მიზეზია და გასაგებია. ნუ ფიზიკურად არ არის ახლა ფილტვის ტრანსპლანტაცია, გულის ტრანსპლანტაცია თუ ასე შემდეგ და თავშად ან მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ამიტომ გავიდა. ეს გასაგებია. მაგრამ როდესაც გადის იმ სერვისებისთვის, რომელიც საქართველოში თითქოს და არის და ის მაინც მიდის საზღვარგარეთ. აი ეს თემა როგორ შეიძლება დარეგულირდეს და ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეს ახლა მოხდა რა საბჭოთა კავშირის პერიოდში მთელი ქართველი ავადმყოფებისაც ჰქონდათ საშუალება და ვისაც ეჭვეპარებოდა კვალიფიკაციაში საქართველოსში მიდიოდნენ მოსკოვში. დიახ. და ლენინგრადში იმ დროინდელში. ახლა თურქეთში რა მოხდა, იცით? თურქეთის მედიცინა არც თუ ისე მაღალი დონის იყო და სადღაცა 2000 წელზე ცოტათი უფრო ადრე ესე მთელი დაიწყო მოძრაობა, რომ ჩამოეყვანათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან ჩამოეყვანათ თურქი ექიმები სამშობლოში რომ ემუშაوات. იმათ რაღაც გარანტიები და რაღაც პირობები მისცეს, რომ თუ ჩამოხვალთ, რაღაც გარკვეული ხელფასი გექნებათ, გარკვეული ცხოვრების დონე გექნებათ და ცხოვრების დონე გექნებათ და ძალიან ბევრი წამოვიდა. როგორც კი ეს ადამიანები მოდიან თავის გარშემო და რომელსაც აძლევენ შესაბამისად აი რეზიდენტურებს, ყველაფერს აძლევენ. მედიცინა ხელობა არის, იცით, რაღაც დონეზე ხელობა არის და უნდა მისი ეს დისტანციურად სწავლა შეუძლებელი არის. უნდა აკეთოს და ვიღაცამ უნდა გასწავლოს, ვიღაცამ უნდა გაჩვენოს, ვიღაცამ უნდა გაგიკეთოს. ეს მომენტი აუცილებლად და დადგა ეს მომენტი თურქეთში ზუსტად და თურქეთმა შემდეგი თაობები ექიმები საკმაოდ კარგი გაიზარდა, ავადმყოფები ბევრი იყო, საშუალება ჰქონდათ გაკეთების. მე მახსოვს მე ეს ღუდიშაურის ცენტრი რო არის ახლა. განვითარდა მათი მედიცინა. კი, ახლა ღუდიშაურის ცენტრი რო არის. თუ გასწავლოთ, ღუდიშაურის ცენტრი შენდებოდა როგორც მრავალ პროფილირებული ავადმყოფო. და მე გამსახურდიას მთავრობის დროს ჩვენმა ინსტიტუტმა რომელმაც შენობა დაკარგა, რაღაც ცოტა რევოლუციური მეთოდებით მიიღო ეს შენობა და ჩვენ ვიყავით ტრაუმატოლოგიის ინსტიტუტი გადავიდა იქ, ხო? ის ცენტრი ერთ-ერთი ბავშვად უკვე გორბაჩოვის პერიოდი იყო და ერთ-ერთი იდეა იყო ის, რომ მომავალში თურქები ჩამოვიდოდნენ ჩვენთან სამკურნალოდ. შეიძლება იმ დროს ეს რეალური იდეა იყო, იმიტომ რომ ეს ნაწილი თურქეთის შეიძლება არ იყო კარგად მომზადებული, არ იყო მეც არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ ამის ფიქრი იყო, რომ სამეცნიერო ტურიზმის ჩანასახები უკვე და მე გამივიღეთ 30 წლის მერე მივიღეთ ის, რომ უზარმაზარი ფული გაედინება თურქეთში. პირიქით, კი ბატონო. აი თურქეთში დათვა, არ ვიცი, ისიც კი არ არის დათვლილი, მე მგონი ზუსტად რამდენი ფული გადის საქართველოსდან თურქეთში. და იმიტომ რომ ხა სხვანაირად იგივე და რამდენად ყოველთვის ეფექტიანია მკურნალობა, ვისთან ხვდებიან, ვისთან ხდება არის ზოგჯერ კარგთან მოხდებიან. თურქეთი არ ნიშნავს რომ კი. და აი აქაც იგივე მომენტი იქნება, რომ სანამ აი რეალურად არ იქნება რაღაც დონე მართლა არ გაიზრდება მკურნალობაში, განსაკუთრებით დიაგნოსტიკაში. ეს დიაგნოსტიკა არის მაინც მე მგონი ერთ-ერთი ძალიან კარგი ქირურგები ვიცი მე საქართველოში და უშუალოდ ძალიან კარგი ქირურგები არიან, ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ აი ეს მომენტი არსებობს, რომ იმის გამო რომ ეშლებათ რაღაცები ხდება, ორგანიზაცია არ არის კარგად დადებული. ნუ ეხლა ვიცი მაგალითად ჩემი ქალიშვილი ნეიროქირურგი არის და ხანდახან მეუბნება ხოლმე რომ თუ რაღაც დანიშნული არის 10-ის ნახევარზე, 11-ის ნახევარზე თუ დაიწყება, მადლობელი უნდა იყოს. ეს რაღაც იცით აი ეს წვიმანი ორგანიზაციული საკითხები საკმაოდ მაინც ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს და მოსაგვარებელი გვაქვს.
კეთილი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მიმართულებით წავედით ახლა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადინებაზე, იქნება ეს თურქეთი, ევროპა თუ სხვა, რა თქმა უნდა, მიზეზი სხვადასხვა, ეს ნდობის ფაქტორიც არის პაციენტის ჩვენი ექიმების მიმართ პირველ რიგში და შეიძლება სწორედ ეს საორგანიზაციო საკითხებიც, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული და მე ამის მოწმე ყოფილი ვარ განსაკუთრებით, როცა ონკოლოგიის ცენტრში ხელმძღვანელობდი, ძალიან კარგი საშუალება მქონდა მენახა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იგივე იმ თურქეთის რომელ კლინიკაში და რომელ ექიმთან მოხდებოდა პაციენტი, იმიტომ რომ იქიდანაც არასწორი დიაგნოზი თუ ცუდად ნამკურნალები, არაერთი პაციენტი ჩამოგვსვლია მაშინ, როდესაც ჩვენი დიაგნოზები და ჩვენი ექიმები გაცილებით უკეთეს შედეგებს დებდნენ ხოლმე და ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ ჩვენ აქ ინფრასტრუქტურულად პროცესების მხრივ თუ დავუშვათ როგორც თქვენ ბრძანეთ მენეჯმენტის მხრივ გვაქვს შეიძლება გარკვეული პრობლემები და მიდგომების მხრივ, ვიდრე თვითონ ადამიანური რესურსის. და აი აქ მინდა ჩაგეკითხოთ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის აუცილებელი რომ თქვენ ბრძანეთ რომ მედიცინა ხელობა სწავლის თვალსაზრისით, მაგრამ არსობრივად ეს ხელოვნებაა, ხომ მართალია და აუცილებელია რომ რაღაცა ჰოლისტური იყოს მიდგომა, პაციენტი იყოს, აი თქვენ ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ, რომ ჯგუფური სეანსები, ფსიქოლოგი მუშაობს და ასე შემდეგ. ხომ არ არის საქართველოს ერთ-ერთი ჯანდაცვის სუსტი მხარეც ის, რომ კომუნიკაციის უნარები, ეთიკური საკითხები, აი სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა ცოტა ერთ-ერთი ლექცია წინა ჩამოსვლაზე რამდენიმე წავიკითხე მე ავანტყოფთან ურთიერთობას. აი ცალკე მქონდა ერთი ლექცია, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ძალიან საინტერესო არის ეს თვითონ სტუდენტებისთვის. აი ერთ ამას გეტყვით ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ხო? როდესაც ავანტყოფი მიდის ექიმთან პირველად და იწყებს მოყოლას თავისი ამბის, თავისი გაჭირვების, ჯერ უნდა წარმოედგინოთ უკვე ამ სწორებოდი რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანთან მიდიხარ და რაღაც ისეთ რაღაცას უყვები, რასაც არ მოუყვები დედას, ძმას, დას და იმას. და რამდენ ხანში აწყვეტინებს ექიმი ავანტყოფს საშუალოდ. და აღმოჩნდა რომ ეს გეუბნები შეერთებული შტატების და იმის მაგალითზე სადღაცა 16-17 წამი არის საშუალოდ, როდესაც პირველად აწყვეტინებს ექიმი. ეხლა მეორე მხრივ რა გამოდის, იცით რომ ყველაზე დიდი რაც ყოფილა რომ ავანტყოფს ულაპარაკია არის 2 წუთი. მაგრამ განსხვავება, როდესაც გაწყვეტინებენ და არ გაწყვეტინებენ ექიმის ნდობაში, რაც 5 მაგათ იზრდება, როდესაც ბოლომდე აძლევს საშუალებას ავანტყოფს ლაპარაკის. დიახ, ამოთქვას ლაპარაკის და ბოლომდე მოყვეს ყველაფერი და ძალიან ერთი კიდე პრობლემა არის, რომ ძალიან ხშირად თავარი ჩივილი, რომელიც ავანტყოფს აქვს, შეიძლება პირველ რიგში არ გითხრას და ძალიან ხშირად ხდება. კაცებს მაგალითად სხვადასხვა მიზეზების გამო ქალებს ბევრი არის მდგომარე, როდესაც იწყებენ სხვა ჩივილით, მაგრამ როგორც კი ეს გაწყვეტინება ხდება, ან ნდობა ბოლომდე არ ყალიბდება, აღარ უნდა იქით გადასვლა და მე რა ხდება, იცით, აი ბოლო წამში გასვლისას რაღაც გაახსენდება, აბსოლუტურად იკარგება ყველაფერი. და თან ამასაც ვეუბნები, რომ ყოველთვის უნდა, ხო აი ტელეფონები ძალიან ცუდად მოქმედებს, შემიძლია როდესაც ტელეფონზე პასუხობს ექიმი ავანტყოფთან ურთიერთობის დროს ვიღაცა ურეკავს და ის ტელეფონს იღებს. აი ეს ძალიან ჩემთვის ეს წარმოუდგენელი არის, რომ უპასუხო, თუ არ არის რაღაც ისეთი მდგომარეობა, რომ სახლი გეწვის ან რაღაც ხდება. არავით არის გამართლება ამას არ აქვს. აქ ექიმიდან ავანტყოფი რომ მოდის, უმეტეს შემთხვევაში გადახდილი არის ფული და ეს დრო ამ ავანტყოფს ნაყიდი აქვს შენგან, რომ ეს დრო უნდა მოხმარდეს ამ ავანტყოფს. როგორც კი ამის ხელყოფა ხდება, როგორც შედეგები საკმაოდ ცუდი არის. მეორე მომენტი იყო აი ესე ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს შემოვლისას. კითხეს მე ავანტყოფების ის იყო. ელაპარაკებოდა ექიმი ამ ფეხზე დამდგარი, ან საწოლზე ჩამომჯდარი და ზუსტად ერთ და იგივე დროს ატარებდა ერთ და ორივე შემთხვევაში. ხო, რომ გამოგვერიცხა დროის ფაქტორი. აღმოჩნდა, რომ საწოლზე ჩამომჯდარი ექიმი შეგრძნება ავანტყოფს ჰქონდა 3-ჯერ 4-ჯერ უფრო დიდი, უფრო ხანძლივი დროის და უფრო კარგი კონტაქტის დამყარების, ვიდრე მაგალითად ფეხზე დამდგარი. ასე რომ ეს პატარა რაღაცეები არსებობს, დეტალები არსებობს, მაგრამ ეს დეტალებიდან შეესგება საბოლოო ჯამში ყველაფერი. აი თქვენ ბრძანეთ, რომ ხელოვნება არის. ხელოვნება არის, იმიტომ რომ 80% ჩვენ არაფერი არ ვიცით რა ხდება და როგორ ხდება. ამიტომ ეძახით ხელოვნებას, იმიტომ რომ მეცნიერებაც არ არის. თუ ზუსტად იცი რა არის, იქ არის
მანერები არ ჭირდება არც არაფერი კონკრეტულად დაუშვათ ჰეპატიტი C-ს მკურნალობის დროს რო იცი რომ ეს წამალი უნდა დალიოს ეხლა დღესდღეობით ერთი თვე არავითარი გართულება არ აქვს ნუ დალევს იმ წამალს და ეხლა იქ როგორ ის იქნება არ აქვს მნიშვნელობა როგორც კი გავდივართ უცნობ ტერიტორიაში სადაც ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რა ხდება როგორ ხდება იმ წუთასვე ეს პრობლემა გვაქვს მეორე დიდი პრობლემა არის კიდევ ორი ერთდროულად ცოდნაზე არის როდესაც ექიმი რატომღაც ფიქრობს რომ ის რაც მან იცის ავადმყოფმაც იგივე იცის და გონია რომ ყველაფერი ნათელია და მეორე ვარიანტი არის რომ ავად ექიმა იმდენად როგორ გითხრათ ის იმდენად უცოდინარია რომ არ იცის რომ უცოდინარი არის აი ეს ორი პრობლემა არის საკმაოდ დიდი ავადმყოფის მხრიდანაც და პაციენტის ესა ექიმის მხრიდანაც ასე რომ აი არ ვიცი ადრე იყო ეს დისციპლინა ახლა როგორ ისწავლებოდა სხვანაირად არის ავადმყოფთან ურთიერთობის მაგრამ არა ახლა კომუნიკაციის უნარები ისწავლება რა თქმა უნდა მე პირადადაც ამას ვუკითხავ პაციენტის ასე ვთქვათ საწოლთან როგორ უნდა მოიქცეს და პაციენტთან კომუნიკაციისას სიმართლე გითხრათ კლინიკურ უნარებში როდესაც ანამნეზის მორბიდავიტეს ასე ვთქვათ ეს ჩვენი ფუნდამენტია ხო პაციენტთან კონსულტირების სქემებს ყველაფერს ვასწავლით მაგრამ ანამნეზის შეკრებას მარტო სუფთა სამედიცინო მნიშვნელობა ხო არ აქვს. ზუსტად იმ დროს ხდება აი იმ ურთიერთობის ჩამოყალიბება და ეს არის რიტუალი, რომელსაც აი მაგალითად ავადმყოფებს ხო, ავადმყოფებს ხშირად ვეუბნები, ექიმებს ვეუბნები, რომ ავადმყოფთა აუცილებლად უნდა გასინჯო. აუცილებლად, რაც არ უნდა იყოს, როგორი დაწუნებოდეს, რომ წხვდებოდეს. არ არის ესეთი სიტუაცია, რომ არ ჭირდებოდეს, იმიტომ რომ ყოველთვის ჭირდება ამ გაკეთება. დრას აღმოაჩენ არის. ავადმყოფი ყოველთვის უნდა გასინჯო. ესეც რაღაც გარკვეულ ნდობას იმსახურებს და რაღაც ხდება. პაციენტი ამისთვის მოდის, რომ შეეხო კითხო. ტკივილის მედიცინაში ზუსტად ეს მინდა გითხრათ, რომ ხო ჩვენი ავადმყოფები მოდიან ყოველხრივ გამოკვლეულები, იმდენი ისაა გაკეთებული სხვადასხვა ყველაფერი გაკეთებული არის. სანამჩენამდე მოუწევენ ხო? ნუ ხო მე როდესაც ავადმყოფს ნახულობ, მე წინა დღეს ყველა ახალ ავადმყოფის ისტორია ხელთ მაქვს ელექტრონული სახით, ამიტომ ვიკითხულობ ამას და ყველაფერი ვიცი და ესეც უნდა აჩვენო აუცილებლად ავადმყოფს რომ შენ რაღაც დრო დახარჯე ამაზე ისეთი კითხვებით არაპირდაპირ კითხვებით მაინც უნდა აჩვენო რომ აი ეს მისი ისტორია კარგად იცი ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მხრიდან რომ მოწესე შენთან რა ურთიერთობა ეხება და მიუხედავად იმისა რომ სხვების გასინჯვების წაკითხული მაქვს ყველაფერი მაინც გავაკეთებ ამას ყველაფერს და ეს არ არის პრობლემა მარტო საქართველოში ხა იქაც მე მომსვლი ავადმყოფები რომლებსაც ყველა თვლიდა რომ წელი ტკივა და არავის არ მოსვლია აზრად რომ გაესინჯა და ბარძაყის დაუშვათ პათოლოგია იყოს ამ დროს ესეთ იქაც ხდება ესეთი რაღაცეები მაგრამ აი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ექიმი რომ აი ეს კონტაქტი ავადმყოფთან რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, უნდა დაამყაროს როგორ. გეთანხმებით აბსოლუტურად და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს თემაც წამოვჭერეთ, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ არ გვისწავლია ასეთი ასე ვთქვათ სახით რასაც კომუნიკაციის უნარები ქვია. ეხლა ეს საგნად არის, რა თქმა უნდა და მომავალი თაობები, რომლებიც ამთავრებენ უკვე სამედიცინო ინსტიტუტს, იმედი მაქვს, რომ გამოიყენებენ ამ ცოდნას როგორც ვერბალურს, ისე არავერბალურ კომუნიკაციას, ასევე აი ამ ეთიკის ძირითად პრინციპებსა და წესებს პაციენტებთან ურთიერთობაში და იმედია ეს ნდობას გაზრდის და აქვე რა თქმა უნდა ნდობა არაფერს არ გაიზრდება თუ შენი პროფესიონალიზმი შეიძლება ეს ექიმი არ არის, ცოდნის ასიმეტრია ყოველთვის გვექნება კოლეგასთანაც კი, იმიტომ რომ შეიძლება შენ სფეროში არ იყოს ასეთ დეტალებში ჩახედული როგორც შენ, მაგრამ ფაქტია რომ ნდობის გაჩენის მომენტი არის არა მარტო კარგი კომუნიკაცია, არამედ პროფესიონალიზმის შეგრძნება ექიმის მხრიდან. აი თქვენ რაც ბრძანეთ ის როგორ გაგსინჯა, როგორი ყურადღებით მოგექცა, ეს მხოლოდ ყურადღების თემა არ არის. ეს არის შენი უნარების გადემონსტრირებაც, რომ ძალიან მარტო მაგალითს მოგიყვან, ძალიან მარტო მაგალითს მოგიყვან. 1920-ან წლებამდე 30-ან წლებამდე არავითარი მკურნალო არსებობდა მედიცინაში, ხო, ანტიბიოტიკების შემოსვლამდე ვერაფერს ვერ მკურნალობდნენ. რატო ითვლებოდა მაგალითად ბოტკინი ძალიან კარგი ექიმად, რატო ითვლებოდა, არ ვიცი, უამრავეს ფრანგი ნევროპათოლოგები, რომლებსაც აი ყველაფერი აღწერეს პრაქტიკულად, რაც არსებობდა მე-19 საუკუნის დასაწყისში. ვერაფერს ვერ მკურნალობდნენ, მაგრამ ითვლებოდნენ ძალიან კარგი ექიმებად. მკურნალობა ხო არ იყო არავითარი, არა? და უმკურნალებდა დაუშვათ
როდესაც სტუდენტი თუ მკურნალებდა ის კათედრის გამგე, არავითარი განსხვავება არ იყო. მაგრამ მაინც ვიღაცა ითვლებოდა ძალიან კარგი ექიმად და ვიღაცა არა, ასე რომ აი მას ყველაფერს აქვს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა. კი, აი ამიტომ თქვი ეს, რომ პროფესიონალიზმი როგორც ცნება, მოიცავს არა მარტო კარგ ცოდნას და უნარებს, სწორედ მაშინ ხარ ალბათ პროფესიონალი, როდესაც ცოდნა პლუს უნარები პლუს რა თქმა უნდა აი ეს კომუნიკაცია. და ბოლოს ვიდრე ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარს დავამთავრებთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ გარკვეული ლიმიტი აქვს ჩვენს გადაცემასაც, თორე ბევრი მიმართულებით შეიძლებოდა როგორც გრძნობ და ვხედავ ჩვენი საუბრის გაშლა. უბრალოდ მინდა ერთი დეტალიც აუცილებლად ვახსენო თქვენთან, იმიტომ რომ საუბარს ეს მოყვა თქვენსას, რაც არ უნდა დიდი ექიმი იყო და როგორი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს, როგორი საექსპერტო, ასე ვთქვათ, ცოდნაც არ უნდა გქონდეს, ბუნებრივია არსებობს აი ეს პროტოკოლები და გაიდლაინები, რომლებიც არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული და იქაც სარწმუნოების ხარისხი სწორედ ამით განსხვავდება, ხო? ეს არის უბრალოდ გამოცდილებაზე დაფუძნებული ერთი ადამიანის, ათასობით ადამიანის, თუ ეს არის სწორედ კვლევებზე დაფუძნებული შედეგი. და აი ამასთან დაკავშირებით მინდა აუცილებლად გავშალოთ ბოლო რამოდენიმე, ასე ვთქვათ, წინადადებით, რომ როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენსავით პატარა ქვეყანაში, სადაც ნამდვილად ვერ ჩატარდება ესეთი მაღალი დონის, მით უმეტეს პირველი მეორე ფაზის კვლევები, ისე როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, გამოვიყენოთ ის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაიდლაინები პირდაპირ და აღარ იყოს ეს ეროვნული გაიდლაინის შექმნის რაღაც გარკვეული ვალდებულება, რომელიც საშინელ ბიუროკრატიასთან არის ხშირად დაკავშირებული და პროტოკოლის. უბრალოდ მოხდეს ამისი გადმოთარგმნა და ადაპტირება და იყოს მართლა კვლევებზე დაფუძნებული და არა რომ ვიღაც ექიმის დაუშვათ მარტო გამოცდილება. მეც ეს მესმის ხოლმე ძალიან ხშირად ჩემი გამოცდილებით მე ესე მგონია და არ შეიძლება რომ გეგონოს შენი გამოცდილებით, რომელიც რაღაც ძალიან თუ ეს არ არის რაღაც თუ ეს არ არის რაღაც რევოლუციური იდეა, რომელიც ეჭვმეპარება რომ დაუშვათ გაჩნდეს, მაგრამ დღესდღეობით დამთავრდა ის, როდესაც ექიმს ჰქონდა რაღაც რევოლუციური იდეა. მთელი მედიცინა და ეს ყველაფერი კეთდება აი PhD-ის დისერტაციები, რომლებიც ბიოქიმიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში და იქ მუშაობენ. ისინი აკეთებენ ამას. და ამდენად იცით რაღაცები გარკვეული არსებობს, რომ აი ამ დროს უნდა ესე გაკეთდეს. საზღვარგარეთ ეს ძალიან მარტივად არის და გადაჭრილი, რომ ამას თუ მისდევ და მე რაღაცა გაგირთულ და არავითარ პასუხს არ აგებ, თუ შენი ჭკუით რაღაცებს გაკეთებ და გაგირთულ და ძალიან დიდი პრობლემები გექნება. ასე რომ უმეტესობა კი ბატონო, იქ სამედიცინო შეცდომად ჩაგეთვლება და აქ დაუდევრობა. არ არის დაუდევრობა, ხდება, ესეთი რაღაცა უბრალოდ იქ არის გარკვეული პროცენტი. თუ არ მისდიე სტანდარტს, მაშინ ჩაგეთვლება ეს გადახვევად. გადახვევა და მე ამის გამო ის გექნება ასე რომ უმეტესობა ყველა ცდილობს რომ იყოს. იმდენად იცით რა არის, აი ისე არის გაკეთებული, რომ აი ეს აბსოლუტურიც კი არ არის. შეიძლება აი ესეთი მკურნალობის პრაქტიკა დავუშვათ არის კალიფორნიაში მაგალითად, ხო? და შეიძლება განსხვავებული მკურნალობა იყოს, კოლორადოს შტატში. აი რაც არის ჩვენთან მიღებული პრაქტიკა იმას მოგთხოვენ უფრო ხანდახან, ვიდრე ზოგადად არის ზოგადი ისინიც არის, მაგრამ ამავე დროს არის ყოველდღიური პრაქტიკა, ვინ რას აკეთებს და შეიძლება ცოტა სხვანაირად შეხედოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გეუბნებით, რომ ალბათ არსებობს რაღაც გარკვეული მკურნალობები, გარკვეული რეალური მიდგომები, რომლებიც უკვე აღმოჩენილი არის და არ არის საჭირო ახლიდან. არა, ახლიდან საჭიროა ფიქრი რასაკვირველია, მაგრამ ძალიან ისე უნდა მოხდეს ეს ფრთხილად ამის გაკეთება და დანერგვა. ხო, ამას გულისხმობ, რომ საქართველოში რომ გაიდლაინი ან პროტოკოლი შექმნა ავთენტური კვლევა შენი ქართული კვლევა. არ არის საჭირო. ხო, არ არის საჭირო, ან თუ მაინდა-მაინც სპეციფიკიდან გამომდინარე დავუშვათ ენდემურია რაღაცა ან რაღაცა ეთნო, ასე ვთქვათ, მედიცინის სფეროში ხდება, გასაგებია, მაშინ უნდა დაიგეგმოს ის კვლევა, სახელმწიფოს ინტერესიც უნდა იყოს და გაკეთდეს. თუ შეიძლება ვთარგმნოთ, ხო, აი ამის კითხვა. აი იმიტომ რეცით რა არის საბოლოო ჯამში ერთ მაგალითად რაღაცას მოვიყვან, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა, ხო, ყოველთვის მედიცინის ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი არის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ხარჯავს აი ერთ მოსახლეზე რო აიღოთ, შეუდარებლად უფრო მეტ ფულს, ვიდრე დაუშვათ იაპონია, ან იგივე ევროპის ზოგიერთ ქვეყნები. ძალიან ბევრ რაღაცაში ბევრად უარესი მაჩვენებლები აქვს. მეორე მხრივ, თუ დაგემართა რაღაც ისეთი ძალიან იშვიათი კიბო, ან ძალიან იშვიათი დაავადება, გჯობია ამერიკის შეერთებულ შტატებში კონდეს მკურნალობა, ვიდრე იგივე იაპონიაში ან ევროპაში. იქ სხვადასხვა ისინი არის, მაგრამ რაშია საქმე? რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც არის საბოლოო ჯამში მაჩვენებელი მედიცინის დონის და ბავშვთა სიკვდილიანობა და
მედიცინა არ განსაზღვრავს, მაგას განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრები, მაგას განსაზღვრავს სუფთა წყალი, მაგას განსაზღვრავს ის, რომ ტუბერკულოზი დაუშვათ არ იქნება. მედიცინაზე ბევრად უფრო ნაკლებად არის ეს დამოკიდებული, მაგრამ აი ესეთ პროფილაქტიკურ საშუალებების მთავარი შედეგი არის. ასე რომ მან მეორე პრობლემას ვაწყდები. თუ ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე გვექნება გულის დაავადებების პროფილაქტიკა, ხო? დიაბეტის პროფილაქტიკა. მეორე პრობლემას აწყდებით. სიცოცხლის გახანძლიებით თქვენ ზრდით იმ დეგენერაციულ დაავადებებს, ალცჰაიმერის დაავადება ისდება, რომელიც არის ასოცირებული ასაკთან. ასაკთან. ასე რომ აი ეს ისეთი საფიქრალი ის არის. გერიატრია, გერონტოლოგიის. არა, გერონტოლოგიაში და იმაშიც ის გამოდის, რომ გაცილებით უფრო დიდ პრობლემებს აწყდებით, ვიდრე აი სიგარეტის წეველი ადამიანები ერთი პერიოდი იყო, რომ ძალიან ძვირი ჯდებოდა, ხო? მაგრამ რეალურად რო შეხედოთ იმის გამო, რომ ადრე კვდებოდნენ ბევრად უფრო იაფიქსდებოდა დიდი მასა. ასე რომ ეს ბევრი პარადოქსი არის ამაზე, მაგრამ დღესდღეობით მაინც ჯობია რომ ამას შეხედო ესეთი პროფილაქტიკური საშუალებები რასაკვირველია. მეც გეტყვით კიდე, ძალიან ხშირად ჩვენთან ექიმების მუშაობა ფასდება, არა იმითი რამდენი ავანტყოფს იმასო, არამედ რამდენი ავანტყოფს დაჭირდა მის პრაქტიკაში გულის ოპერაცია, რამდენი ავანტყოფს დაჭირდა დაუშვათ დიაბეტის გამო სერიოზული მკურნალობა და ესე. რაც უფრო ნაკლებია ეს რიცხვი, მით უფრო კარგ მდგომარეობაში არის ეს ექიმი და სერიოზულად უყურება. ნამდვილად და ჩვენ ისე მივედით ჩვენი საუბრის ბოლოს იქამდე, რომ რითაც დავიწყეთ, რომ რა თქმა უნდა თუ ქრონიკული დაავადებების პრევენციის გარკვეული სტრატეგია არსებობს ქვეყანაში და ზოგადად დაავადებების პრევენციის, თუ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორც არის იგივე წამლის მოხმარება, სწორედ ამან დაღუპა ალბათ ის ტკივილის მქონე პაციენტებს, როგორც ბიოტიკოს შემიძლიათ ამათ თქვა, რომ ეს არის სამართლიანობის პრინციპის დარღვევა, როცა წამლის მომხმარების, ნარკოტიკის მომხმარებლის გამო ფაქტობრივად იჩაგრება ადამიანი, რომელსაც ჭირდება ეს მორფინი სწორედ ჯანმრთელობისთვის და ტკივილის მართვისთვის და ეს ცალკე თემაა, მაგრამ აი სწორედ ის ალკოჰოლის მოხმარება, ნარკოტიკის დაუშვათ ცხოვრების ჯანსაღი კვება, ჯანსაღი წესის ჯანსაღი კვება და ბუნებრივია ფიზიკური აქტივობა, რაც ძალიან დიდი პრობლემა გახდა 21 საუკუნეში. ეს ის ფაქტორებია, აბსოლუტურად გეთანხმებით ამას წინებზე გადაცემაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, რომელთა მართვა უკვე სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, ფუნქცია და ვალდებულებაა და გარკვეული საზოგადოებრივი პასუხისგებლობაც, რამაც შეიძლება შეამციროს დაავადებათა რიცხვი ზოგადად ქვეყანაში, იქნება ეს საქართველოს თუ სხვა, მაგრამ საქართველოში ის პრობლემა გვაქვს, რომ თუ სხვაგან პრევენციული მედიცინა, როგორც ասეთი, განვითარებულია, ჩვენთან აქ ჯერ კიდევ ბევრი სერიოზული ნაბიჯია. სიგარეტს ვერ გაუკეთეს, ვერ აფერხა. კი ბატონო, გეთანხმებით. აი, ბევრი ნაბიჯია, მოკლედ გადასადგმელი, როგორც თვითონ ადამიანების, საზოგადოების წევრების მხრივ, ისე ინსტიტუციების მხრივ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო დაწესებულებების მხრივ და რაც თავარია სახელმწიფოს მხრივ და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი მიმოხილვისთვის, რომელიც მიუხედავად აი დროის სიმწირისა, მე ვფიქრობ ძალიან ყოვლის მომცველი იყო, იმიტომ რომ ბევრ საკითხს შევეხეთ და იმედს ვიტოვებ, რომ რაღაცნაირად ჩვენ საქართველოში შევძლებთ შევქმნათ ესეთი მოდელი, როდესაც ჩვენი ქართველი თანამემამულეები, განსაკუთრებით საკმაოდ წარმატებული უცხოეთში მოვაწე და მცხოვრები, თქვენი თქმის არ იყო საპენსიო ასაკში მაინც გამოიჩენენ ინტერესს, დაბრუნდებიან, აღზრდიან ახალ თაობებს ექიმების და ეს კომპლექსური, ჰოლისტური მიდგომა, ნამდვილად, როდესაც ინტეგრაციული მიდგომა, როდესაც კლასიკური მეთოდების, დამატებითი მეთოდების, ალტერნატიული მედიცინის მეთოდების, ფაქტებზე მტკიცებულებებზე დამყარებული, რა თქმა უნდა, შერწყმა მოხდება, ჩვენ გაცილებით უკეთეს შედეგებს მივიღებთ და ამ შემთხვევაში სიცოცხლის გახანგრძლივება არ იქნება ასოცირებული მხოლოდ ქრონიკული დაავადებების გამრავლებასთან, არამედ გარკვეულ შვებასთან, ბედნიერებასთან, სიხარულთან, ამ ცხოვრებით ტკბობასთან და არა მხოლოდ ტკივილთან და დაუშვათ დაავადებათა მომრავლებასთან. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას, სასიამოვნო გზას გისურვებთ უკან თქვენს კლინიკაში, ჩვენს მაყურებელს კი ტკივილის და დაავადების გარეშე ცხოვრებას უსურვებ. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.